სოფელ გოგორეთში მეზობლებს შორის სატყეო ფართობის გამო კონფლიქტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ტყე, რომლის საერთო ფართობი თითქმის 4 ჰექტარია, მოსახლეობას შორის დაპირისპირების საგნად იქცა. როგორც ერთ-ერთი გოგორეთელი ავთანდილ ბაჯელიძე ამბობს, ფართობი მის მეზობლებს, ძმებს, რუსიეშვილებს აქვთ მისაკუთრებული. ტყით, რომელიც ადგილობრივებმა საერთო ძალებით გააშენეს და შემოღობეს, მხოლოდ რუსიეშვილები სარგებლობენ და დანარჩენებს ამის უფლებას არ აძლევენ. აქ არ არის ლაბარაკი, ჩვენი მხრიდან. აგიტყე მოგვეცი, მოგვაჭრიე, ან რამე მოგვეცი ამაში. ეს ტყე არის სახელმწიფო საკუთრება. რის პირობაში ამ ხელა ტყე 4 ჰექტარი ტყე უნდა კონდეს ორ ძმას და დანარჩენი უნდა იყოს მაგის უნდა უყურებდეს ხელში. მიგვაგნებიოს სიმართლეს და ეს არ იყოს არც საჭირლად გვინდა ჩვენ არაფრად. ეს ტყე გააშენა ხალხმა და ეკუთვნის ხალხს. თითოეულმა ჩვენთაგანმა მივიტანეთ თითო ღერი ის სარი ასე უფრო კუთხურად რო ვთქვა და შევღობეთ ეს ღობე მთელმა სოფელმა. იმის გამო რომ ყოფილიყო ხალხის და რომ გაზრდილიყო დარჩენილიყო ხალხს და რა ერთ პიროვნებას. იუფლოთ და ჩვენ არ გვაკარებს სიახლოვეში, ჩვენ გაკარება ზოხებს არ უშვებშით. მისი ზოხები ალახობს, ჩვენი მშიერია, საბალახო არა ასად. გეიხედო გოგორეთში საბალახოს ვერ ნახავ. და ითხოვდა ცხოვრობ თუ გეიხსნას და იყოს ყველას ერთი. დღესაც გასულია და მის საქონელი ჩადიშით და ბალახობს. ჩვენი გადმოღმა შარაზე. რატომ უნდა იყოს? თუ მისი კერძოა, კერძოს არ ვედავებით ჩვენ. მისი კუთვნილი რაც არ ვედავებით. საერთო მასივს ვედავებით ჩვენ. ტყე, რომ საერთო საკუთრება და სახელმწიფოს კუთვნილია, ამის დასტურად ბაჯელიძე მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია ვაშაყმაძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს გვიჩვენებს, სადაც ვაშაყმაძე ფართობს სახელმწიფო საკუთრება დადასტურებს. საბუთი 2011 წლის 14 მაისით არის დათარიღებული. დავით და გრიგოლ რუსიაშვილები აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ. ამბობენ, რომ აღნიშნული მიწის უმეტესი ნაწილი კერძო საკუთრებაში აქვს კონკრეტულ პიროვნებებს. Რამდენიმე ნაწილი იქ არის 3 ჰექტარი ფართობიდან 2 ჰექტარამდე უკვე კუთვნილ პიროვნებაში. საკუთარ სხვადასხვა პიროვნებებზე გაპიროვნებული. ეხლა დარჩენილია 1 ჰექტარი მიწა უპიროვნებელი, რომელიც არის დიდი, კარგი, ლამაზი ნაკრძალი. ამის დამადასტურებელ საბუთებსაც გვიჩვენებენ. სახელმწიფო საკუთრებად კი მხოლოდ 9600 მეტრს ასახელებენ და იმ ფაქტს, რომ მათ აღნიშნული ფართობის მოულაპატრონობა სარგებლად კი მისი საძოვრად გამოყენება შეუძლიათ, ისევ ილია ვაშაყმაძის ხელმოწერილი დოკუმენტით გვიდასტურებენ, რომელიც 2012 წლის მაისშია გაცემული. გამგეობიდან აქვს საბუთი ჩემს ძმას, რომელიც ეს ნაკრძალის ტყე იყო მის ზედამხედველობაში. ძმები ამბობენ, რომ ფართობის ასიმეტრია ღობე გახსნილია და მისი საძოვრად გამოყენება სხვებსაც შეუძლიათ. ღობე გახსნილია, ასიმეტრი ღობე აღებულია. ნებისმიერი საქონელი შედის შით. რას ლაბარაკობს, მე არ ვიცი რა არის ეს. გრიგოლ რუსიაშვილი უარყოფს ფართობში ხე-ტყის მოჭრასაც და ამბობს, რომ მსგავს ჯერ ადგილი არ ქონია. ერთი ძირი ხე მანახავს მოჭრილი. ერთი ძირი, ოდესმე, ახლა კი არა, ოდესმეთ მომიჭირე ერთი ძირი ხე. და ერთმა კაცმა დამადვა სხედრმა ოდესმეს, სამოისლის კაცი ვარ. თუ მაგ ერთი ძირი ხე მონაჭარი. ხედა საერთოდ ტოვებს სოფელს. საქმეში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური, სატყეო სამმართველო და პოლიციაც კი. თუმცა რომელია მართალი მხარე ჯერ არ გარკვეულა. ჩვენ ვეცდებით შემდგომ გამოშვებაში აღნიშნული ფაქტის შესახებ ჩამოთვლილ სტრუქტურებს ისევ დავეკითხოთ.